დღეს გვაქვს სამოქალაქო განათლების კლუბის ახალი რუბრიკა, რომელსაც ქვია საუბრები აფხაზეთზე. დღეს ჩვენი რესპონდენტი გახლავთ ქალბატონი ლია ბუტკარაძე. პირველი შეკითხვა. შეგიძლიათ გითხრათ თქვენი სრული სახელი და რომელი წლების განმავლობაში იყავთ ამში ჩართული? ჩემი სრული სახელი და გვარია ლილი რიკაძე ბუტკარაძე მეუღლის გვარია და ომში პირველი დღიდან ვიყავით, იმიტომ რომ ბრძოლები დაიწყო განთიადში. იქ ვიყავი. სანამ გავრა დაეცემოდა ბოლო წუთამდე ჩვენ გაგრაში ვიყავით. გაგრის განთიადში ცხოვრობდით. რუსთაველის ქუჩა ნომერ 160-ში. ასე რომ ნებისმიერი წუთი გატარებული მახსოვს როგორც დილანდელი ამბავი. როგორ იყო თქვენი ცხოვრება ალბათ? ომამდე და რა სახელით? ომამდე ხელის პირველი საშუალო სკოლის მასწავლებელი ვარ. და ალბათ ასეც დავრჩები. ომამდე ცხოვრობდი სამოთხეში. ოღონდ ყოველგვარი წყალების გარეშე მართლა სამოთხეში. არაჩვეულებრივ ადამიანებთან და ვიყავი სრული აბსოლუტურად ძალიან ბედნიერი. ყველა გაგებით. როგორ დარაპირებებში ჩაერთეთ ომში და იყო ეს სავალდებულო მობილიზაცია თუ მოხალისეობა? ჩვენთან მოხალისეები იყვნენ, იმიტომ რომ შემოიყვანეს ქართული ჯარი და იქ შეიქმნა ომის დროს შეიქმნა ბატალიონი ხედიები. ოღონდ ესენი დაკომპლექტებული იყვნენ მხოლოდ გაგრის რაიონის მცხოვრებლები იყვნენ ამ გაგრის ბატალიონში. რა თქმა უნდა, პატარა ბიჭები, რომლებიც იყვნენ ჩაერთეს სხვადასხვა ჯგუფები იყვნენ, სამხედრო დაჯგუფებები. ჯაბა იოსელიანს ყავდა მხედრიანი, მაგრამ მხედრიანს არ ეხებოდა ჩვენი მხედრიანი. ჩვენი მხედრიანი იყო ადგილობრივები, რომლებიც ნამდვილად იცავდნენ გაგრის ტერიტორიას. იმიტომ რომ ომის დაწყებისთანავე სოფული მოწყვიტეს გაგრას. ახლა თქვენ არ გეცნობოდა, სულ ხიდებით არის კავშირი და გუდაურთა დაკავებული ჰქონდათ მთლიანად აფხაზებს, უბრალოდ ჩეჩენი ბოევიკები იყვნენ, ასე ვთქვათ. ვისაც ფულს უხდიან ბრძოლის დროს ვქვიათ ნაიონიკები. ესე იგი ფულისთვის რომ იბრძოდნენ. ნამდვილად ვიტყვი, ჩვენთან არც ერთი აფხაზი არ იბრძოდა ომის დროს. და იმიტომ რომ როდესაც ყარყარაშვილი იყო მაშინ მხედართმთავარი, ძალიან ბევრი ხალხი იყო მათი მხრიდან დაღუპული, დააწყეს რელსებს რომ უგებენ ისა ხის მორები შტაპელები ქვია, მაგრამ ასე ყავდა დაწყული და ყველას ჰქონდა ჯიბეში პასპორტი, პირადობარა პასპორტი, რომლებშიც უკვე ჰქონდათ ჩაწერა. რომ ჩვენი სახლები მათზე იყო უკვე გადაყრობებული და ზუსტად ამისთვის იბრძოდნენ ეს ჩეჩენი ბოევიკები. რა იყო თქვენთვის ყველაზე მძიმე ან ამაღლებული მომენტი ომის დროს? მძიმე პირველივე წამები იყო, როდესაც ძალიან ახლოს დაიწყო აფეთქებები. ეს იყო საშინელება. ეს ომით გამოთქმელი საშინელება. არ ვიცოდით რა გვექნა, როგორ და საიდან. მაშინ დაიწყო გაგრიდან დაიწყო ქალაქ გაგრიდან დევნილები გამოდიოდნენ, მაგრამ აი რუსეთში რომ გადავიდნენ ჩვენთან ძალიან მარტივი იქნება, იმიტომ რომ ზოგადად შეგვიძლია ტერიტორია, მაგრამ კრასნოდარის ოკრუგი რუსეთის შემადგენლობაში. იქ კრასნოდარის ოკრუგმა გამოაცხადა, რომ ტოულვილები ესენი არიან აფხაზები და ქართველები არა და ქართველები არ მიიღო ძალაში. მაგრამ რუსები გვიღებდნენ, რუსი მაცხოვრებლები ადგილობრივები. სახლის კარებსაც უღებდნენ ამ ხალხს, საჭმლის სასმელსაც არ ააკლებდნენ. მე თვითონ არ დამჭირდა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ხიდთან და აქეთ განთიადის ტერიტორიაზე არ იყო ეს ბრძოლები. ბრძოლა იყო ერთად გაგრის მიდამოებში, თავდაპირველად რა თქმა უნდა. და მე რა ვიცი, ჩვენ ქუჩებსაც ვიცავთ. და იარაღი ჩვენს ჰქონდა, ქალებსაც ჰქონდა. ოღონდ ჩვენ ყველა მივიყიდეთ მაშინიდან იარაღი.
ეხლა ჩვენ აფხაზებისგან ვიყიდით, ესე იგი ჩვენებისგან ვიყიდეთ და ვიცავდით თავებსაც და რა იყო საინტერესო სულ პატარ-პატარა ბიჭუნები იყვნენ ომში ჩამოსულები. და მოსახლეობა თვითონ ჩვენ ყვებავდით ამ ჯარისკაცებს. დიდი სუფრა იყო, გრძელი სუფრა გაშლილი ეზოში. და ჯარისკაცები შემოსული არიან და უნდა ვაჭაროთ საჭმელი. ამათ საჭმელი დავუცვი და მე კუთხეში, სადაც ავტომატები დააწყეს, მივედი და ავიღე ერთი ავტომატი, დავშალე ავაწყდა და ორი ჩემი პატარა შვილები 5 წლის და 6 წლის მიყურები შუთხა და დათვით და მეუბნები ვასწავლი დაშლას და აწყობას ავტომატისა და როგორ უნდა გაისრულო. იმიტომ ჩვენ სკოლაში ამას ვსწავლობდით. და მე ვთხრები, ახლა შენ გააკეთე, ჩემი უფროს ბიჭს ეუბნები შოტას, აბა ახლა შენ გააკეთე შოტიკოეს და ბიჭებმა ეს არ გააგრძელეთ. მათ არ იცოდნენ იარაღის მორება. როგორი მოქმედა ომმა თქვენზე, როგორც ადამიანზე და რა შეცვალა თქვენში? ომმა დამაკარგინა სახლი კარი ტანსაცმელი საჭმელი სასმელი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ერთჯერად თებშებს და ჭიქებსაც უღრეწყვდით. არ ქონდა ლოგინი, არ ქონდა, არაფერი არ გაუჩნდა. მაშინ არ იყო ასე ვინმე ასე მარტივად მოხმარებოდა. ძალიან რთული მდგომარეობაში აღმოჩნდა, ყველა ზემეთის ერთობა ეს იყო. რომ ჩემი მეუღლეს ესეთი სტრესი ჰქონდა, რომ მას დღემდე არ ახსოვს, როგორ გადმოვედით. თბილისში როგორ ჩამოვიდა, არ ახსოვს. არც მიცდია რომ გამახსენებინა, იმიტომ რომ ეს მისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო და არ შეიძლებოდა. ჩვენ ჩემმა დედაჩემმა ჩამოყალკეთეს სოჭაში გულპოვეს და ჩარტერული რეისით გადმოყოფილეს, მაგრამ გზაში ჩემი პატარა დათო საერთოდ განიცადა სრული აგრესია. ფაქტობრივად ავადმყოფები ჩამოუყენეს სოფელში. მიიღეთ თუ არა ომის შემდეგ სახელმწიფო მხარდაჭერა ფსიქოლოგიური, ფინანსური ან სხვა? არაფერი. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მაგრამ როგორც ასეთი, ჩვენ როდესაც ბუნიში ჩავედით, აქ მაშინ ბუნისის გამგებელი თუ მაშინ სხვა რაღაცა იყო ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე, რომელიც იყო ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე, რომელიც შედარება არის ყველა ტემის საყვებით, აი მინიმალური საყვებით რაღაც, მაგრამ მაინც ეხმარებოდა. რაღაც ადიენები მოგვცეს გადასახადებელი სამხედრო მადლობისთვის, იმიტომ არ ქონდა. მოგვცეს გეოგრაფთა ბანაკები ყოფილა და იქიდან გამოტანილი და ძალიან მადლობა ამისთვის. მოხდა ისე, რომ მე მარტო არ ვიყავი. ჩემი ქმარშვილის გარდა ყავდა დედამთილი მამთილი, რომელიც დედამთილი ძალიან ავადმყოფია და მას ვერცად ვერ წამოყვანდა და ყოლოდა აუცილებლად სახლი ჭირდებოდა და იქ ვიყავით და მაგრამ მაშინ რომ გადავხედეთ და ჩვენი მომხმარი არავინ იყო, იმ წამიდან როგორც კი გადმოვედით, იმიტომ ბავშვები ყავდა ეს ავადმყოფი დედამთილი, მეუღლე ძალიან ცუდად იყო. და მაშინ დავიწყეთ მუშაობა, არაფერს არ ვთანხმობდი. არც ერთი აზერბაიჯანელის არხი არ არის, სადაც კარტოფილი არ გადაეწყოს. ნებისმიერ სამუშაოზე თანახმოვანი ვიყავით, ოღონდ ბავშვებისთვის საჭმელი ქონებოდა. ჩაგვეცმია და ბახურა. ამიტომ ჩვენ არ დავჯდავართ გულხელდაკრეფილს და არ დავდივართ არავისგან შველას. ჩვენ თვითონ ვიყავით ჩვენ. ოღონდ ტომილები კიდევ ერთმანეთს ვეხმარებოდით. დევნილები გავხდით მე რამდენიმე წლის მერე შეგვიცვალეს სტატუსი და დევნილები ვართ. არა, ჩვენ ნამდვილად ტომილები ვართ. რას ეტყობთ ახალგაზრდებს, ვინც შესაძლოა დღეს ომის გარეშე გაიზარდა, მაგრამ ამ კონფლიქტის შედეგებს მაინც გრძნობს? ასეთები არიან ფსიქიკა დარღვეული ახალგაზრდები. იმიტომ რომ ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმე კიდევ გამოსცადოს ეს ომი.
ეს არის ყველაზე მეტი საშინელება, რაც კი ოდესმე კაცობრიობას მოუგონია. იმიტომ რომ ვერ გაიქცევი. ჩემი მეუღლე გადმოიყვანა ორი ამისა გერმანული ნაგაზი ყავდა, ავჭარები ამის. იმად გადმოიყვანეს ერთ გზაში მოკლეს. აი რა ტყვიას. სულ ძაღლება გადმოიყვანეს ერთი სიტყვით, იმიტომ რომ არათუღარ სული თიში ყობენ. ისე ჩამოვიდა თბილისში რომ არის რომ მეორე დღეს მხოლოდ მოვიდა აზრზე, მაგრამ როდესაც აი საერთოდ საშინელი ექნასერება და როგორ შეიძლება რომ ადამიანები რო იტყვიან ხოლმე რომ აი მე და ქართველები ვარ ჩვენ სულ გვიბრძოლია ხმით და ხანჯით ძალით მაგრამ ამ ტერს ვერავინ ვერასოდეს ვერ დაამარცხებს იმიტომ რომ არ იცი ვინ როგორ და თან კიდევ ომის დროს აუცილებლად უნდა იყოს ყველა ერთხელ პოზიცია და ოპოზიცია ომის დროს ხუპავს საკუთარ ხალხს და ბოლოს ეს რით ხართ დაკავებული და როგორ ცდილობთ განკურნათ წარსული? წარსულის განკურნება ძალიან ძნელია. მე ვიძიებ მაშინ, როდესაც უკვე ძილი მაქვს თვალებზე და როგორც კი დავდებ თავს ბალიშს უნდა დავიძინო. ოდნავაც რომ დავუყვეს სიკვდილზე. არ არსებობს ვარიანტი რომ მე დავიძინოს. თავს არ გაიგებს. ის გინდა. მიუხედავად იმისა, რომ აღარ არსებობს ჩვენი სახლი, ჩვენი ქუჩა, უზარმაზარი ქუჩა, ძალიან გრძელი, რამდენიმე კილომეტრი იყო. საერთოდ ტყეა, ვერ გაიგებ საგიწყება, სათავდება, რომლის არის, ისე არის გავერენებული ხალხობა, მაგრამ ხვდებით იმით, რომ ორი სახლი შენდებოდა ახალი და ეს ერთი იყო ჩვენი სახლი, მეორე იყო არჩევანზე ხვდებით იმით, რომ ორი სახლი შენდებოდა ახალი და ეს ერთი იყო ჩვენი სახლი, მეორე იყო არჩევანზე გივის სახლი. და ამ ჩვენი სახლის კედლები დგას. იმიტომ რომ იქიდან ცხოვრები არ იყო და მთლიანად აშენებულია ზღვის ცემენტით. ეს ზღვაში მეტონებს ასხავდეს. მთელი სახლი იყო მაგით აშენებული და არაფერი არ დაუშვა. უარყვეს რამდენიმე სნარიადი აქ მოხვედრილი ძალიან დიდი ყუმბარები ესენი და მხოლოდ ის ადგილი გააგრე ეს ერთი სამშენებლო ბლოკი გაიტანა. დანარჩენი დგას სახლი. თუმცა სახლი გადახდილია თავისთავად შიგნით ხეები ამოსული, მაგრამ ის არ დღეს და იმის მეტებით უკვე ორიენტირებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენც უყურებთ ხომერად რა ხდება იქ. საერთოდ არაფერი არ არსებობს მაგ. ამის დავიწყება ძალიან რთული, ძალიან ძნელია, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და ერთადერთ სკოლაში მუშაობ ბონუსის სასულიერო სკოლაში ყოველთვის ყველა ბავშვს და ყველა შემოსწავლეს მხოლოდ და იმავე რამის ვეუბნები. არასოდეს ომისკენ არ გაიხედო და ღმერთო არასოდეს საქართველოში ომი არ მოახდინოს. არასოდეს. იმიტომ რომ ომის დროს აუცილებლად ვერ გაწყვეტება. ის ვიღაც ჩვენი არის. საქართველოს დასაკარგი შვილები აღარ ყავს. არც გოგონები, არც ვაჟები. ჩემ გვერდზე შევიძლიათ ნახოთ. მხოლოდ 154 ადამიანის ტრაგედია, რომლებიც სახლებში რა წარმებით მოკლეს ჩეჩნია. მაშინ აფხაზები გაიგრძელდა, იმიტომ რომ ამ მოკლულებში ძალიან ბევრს ზოგს ცოლი ყავდა, ზოგს ქმარი ყავდა, ზოგს დედა ყავდა აფხაზი, მაგრამ იმათთვის უკვე სულ ერთი იყო. მთავარი იყო მათ ის სახლები დარჩენოდათ. ეს მადლობთ და მადლობთ ქალბატონ დიაბეტის მოწესრიგებისთვის. მეც მადლობთ, მაგრამ ძალიან ძნელია ყოველთვის ამ ტრაგედიის გახსენება. მშვიდობა მოგცეთ გვერდად, ომი არასოდეს არ გინახავთ. მხოლოდ წაგეკითხოთ. და იცოდეთ, რომ ძალიან ძლიერი ჯიშის და გვარის ვართ. ეს გამოშვი არ ჩამოჭრა და იცოდეთ. სოფლიო ეხმარება უკრაინას ომში. ჩვენ არავინ არ გვეხმარებოდა, მაგრამ წელიწად ნახევარი აფხაზეთი მაინც შევიდარჩუნეთ. ჩვენი ძალებით ვებრძოდით უზარმაზარ ურდოს. უზარმაზარ ძერჟავას. ეს რუსეთი იყო.